ლევან ხაბეიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და დაწყებიდან მედიისთვის მალევე დაიხურა. პარალელურად სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გასცა ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება და საკუთარი პოზიცია უკვე გამჟღავნებული ჰქონდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოხელეებისთვის ქრთამის საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. თავაზობ ყველა GDD-ს თანამშრომელს და ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს, რომელიც არ აღმართავს ხელს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და იმოქმედებს კანონის ფარგლებში დადგება ხალხის მხარეს და სიმართლის მხარეს, რეჟიმის დასრულების შემდეგ მიიღებს 200,000-იან ჯილდოს. ეს არის იგივე განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა ჯერ კიდევ თვენახევრის წინ გააკეთა და ამ საჯარო განცხადების გამო პოლიტიკოსის დაპატიმრება არის დასტური იმის, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში დაამყარა რუსული ტიპის დიქტატურა. არსებობდა როგორც ხელშეშლა მარცხაჯულების, აგრეთვე მტკიცებულებების დაკარგვის რისკი იყო მაღალი ალბათობით, აგრეთვე ვერ უგულვებელყოფდით ვერც მინიმალურ საფრთხეს. შესაბამისად, ამ რისკების დასაზღვევად ვიშუამდგომლად პატიმრობის შერჩევა ნაწილი ამ მტკიცებულებების. რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება საჯაროდ. საქმეზე დაკითხულნი არიან არაერთი თანამშრომელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, რომლებიც იძახიან, რომ აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად ქრთამის დაპირებად ლევან ხაბეიშვილის განცხადებები. ანუ მტკიცებულებების ერთობლიობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც დადგენილია საქმის წარმოების ამ ეტაპისთვის. მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო გვიან ღამით დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა. ზოდელავას სასამართლომ 25,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერს ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი. ეს არის უკანონო დაკავება, ეს არის უკანონო პატიმრობა, ეს არის უკანონო ბრალდება. შესაბამისად, ამ საქმეზე მიღებული იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. რეალურად მოსამართლე სიქტურაშვილმა მურთაზ ზოდელავას შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ მეგობრების, ახლობლების დახმარებით მოხდა თანხების მობილიზება, მხოლოდ ამის ხარჯზე გათავისუფლდა მურთაზ ზოდელავა. ჩვენ ვამბობდით, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა. ეს იყო მთავარი მოთხოვნა ჩვენი. ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალურად არც ერთი მტკიცებულება და მოწმე არ არსებობს. არის მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, მებრძოლი ქრთამისტების წინააღმდეგ, მებრძოლი ნეპოტისტების წინააღმდეგ და ქრთამი, რომელიც ჩაწერეს ამ სამარცხვინო საბრალდებო დასკვნაში, არის ივანიშვილის დამოკიდებულება. მას ეშინია ლევან ხაბეიშვილის. იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილმა ქართველი ხალხი დაარწმუნა გამარჯვებაში. დინარაძემ გამოიკონა ბრალი და ამ ბრალის ქვეშ მოაქცია ორი ადამიანი. ერთი ციხეში გაუშვა, მეორე გაათავისუფლა. იმიტომ რომ არაფერი არ აქვს, მტკიცებულება არ არსებობს, ხალხო. თუ არის მტკიცებულება, მანახეთ. პოლიტიკური განცხადების გამო ავტორიტარულ რეჟიმებში იჭერენ ადამიანებს. ეს არ არის მხოლოდ პერფორმანსი ან მოწოდება, ეს კონკრეტულ ქმედებაში აისახება. ადვოკატების პოზიცია, რომ ეს ქთამის მიცემის თუ ფულადი ანაზღაურების მიცემის დაპირება ეხება არჩევნების ან ხელისუფლების შეცვლის მომავალ პერიოდს, სადაც ოფიციალურად გაიცემა უწყისის მიხედვით მოღალატეებისათვის რაღაც სასაჩუქრე თანხა, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ აზრს მოკლებული პოზიცია. ქთამის შეთავაზებაზე არ არის აქ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებაზე, ამბოხზე, არავით არის მშვიდობიანი გადატრიალება და ამბოხი არ არსებობს.
უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. ყველა ხედავს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომია. ყველა ხედავს, რომ რუსული დრონები პოლონეთის წინააღმდეგ ასევე პუტინის ომია და ეს გაფრთხილება არა მხოლოდ პოლონელებისთვის, არამედ ევროპაში ყველასთვის. რუსულ დრონებს შეუძლიათ გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა. ეს უკვე ძალიან გრძელი ომია რუსეთისთვის, მისი ამბიციებისთვის, მისი შესაძლებლობებისთვის, მისი ბიუჯეტისთვის, რაც ნიშნავს რუსულ ნავთობს, რუსულ გაზს, რუსულ ურანს, რუსულ რესურსებს, რითაც პუტინი ფულშოულობს. მე ვთხოვ ყველა პარტნიორს შეწყვიტონ საბაბების ზებნა, რომ არ დააწესონ ესა თუ ის სანქცია. ვთხოვ ყველას, ევროპას, შეერთებულ შტატებს, დიდი შვიდეულის ქვეყნებს და დიდი ოცეულის ქვეყნებს, მშვიდობა არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ ომიდან მშვიდობამდე და სანქციები ამ გზის ნაწილია. თუ პუტინს არ სურს მშვიდობა, ის უნდა აიძულონ. პუტინის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ის მას ვეღარ გააგრძელებს. ერთგვარაშია დრონები განზრახ იყო გაშვებული. ისმის კითხვა იყო თუ არა დრონები სპეციალურად პოლონეთში შესასვლელად განკუთვნილი. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარგო რუბიომ ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პოლონეთისკენ თუ იყო მიმართული და მტკიცებულებები თუ მიგვიყანს იქამდე, ცხადია ეს ძალიან ესკალაციური ნაბიჯი იქნება. ასევე არსებობს სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ვფიქრობ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე გსურს ყველა ფაქტის ცოდნა და ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციები. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გეოლოგი თვლის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს. ეს განცხადება მან იალტის ევროპული სტრატეგიის 22 ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ყავს ძლიერი არმია, ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც თავად რუსები გვარწმუნებენ. უკრაინელებმა უკვე მოახერხეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის მნიშვნელოვნად შემცირება და შესაბამისად უკრაინის დამარცხებაზე საუბარი აღარ არის. პრეზიდენტ ტრამპს ერთ-ერთი დიპლომატიის ჯერა, მაშინაც კი თუ ადამიანებს ერთმანეთის ზულთ მათთან უნდა ისაუბროთ და ერთმანეთის გაგების გზა იპოვოთ. შეიძლება ეს არ მოგეწონოთ, მაგრამ მცდელობაზე უარი არ უნდა თქვათ. რუსეთი ახლა ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთს ეკონომიკური უპირატესობა აქვს რუსეთთან შედარებით, ასევე სამხედრო ძალით და ისტორიულადაც კი. მეცაც ვიტყვი, თუ ჩინეთი მთლიანად შეწყვეტს რუსეთისთვის დახმარებას, ეს ომი ხვალვე დასრულდება. ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის დომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი. საპროტესტო გამოსვლაში 150,000 ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად ბრიტანეთის დედაქალაქში კონტრაქცია სახელწოდებით წინ აღვდგეთ რასიზმს გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა შეაჩერონ არალეგალური მიგრაცია ამ ქვეყანაში. ეს გვანადგურებს. იცით, აქ გვყავს ხალხი, ვეტერანები, ჩვენი ვეტერანები, რომლებიც ჩვენთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ისინი ქუჩაში წვანან და წასასვლელი არ სად აქვთ. მაგრამ თუ აქ შემოდიხარ საცხოვრებლად, მოიშორებ საბუთებს, გაძლევენ ოთხვარსკვლავიან სასტუმროს უფასოს საკვებითა და დასვენებით. ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში ბოლო ერთ დღეში 62 ადამიანი ემსხვერპლა, 59 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით კი სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში 205 ადამიანი დაშავდა, ამასთან 24 საათიან პერიოდში შიმშილით გარდაცვალების 73 ფაქტი დაფიქსირდა. დადიანების სასახლის ეზო დღეს საპატიო ზუგდიდის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიებას უბასპინძლებს. ცერემონია 7 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაჯილდოებასთან ერთად გაიმართება თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტიც. ისეთ ტრადიციების ქალაქს, როგორც არის ზუგდიდი, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ყავს და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ შეუქმნათ განსაკუთრებულად სადღესასწაულო განწყობა ამ დღეს. შევარჩერეთ თბილისის საკონცერტო ბიგ ბენდზე, თავისი ვარსკვლავური სოლისტებით, ჩვენ ველოდებით ყველას, ქალაქის სტუმრებს, ჩვენს თანაქალაქელებს და ვპირდებით, რომ ძალიან სასიამოვნო საღამო იქნება. ალგეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო სეზონური სკოლა ბანაკი მთის მდგრადი განვითარების სწავლება გაიხსნა. მიზანი გარემოს დაცვით პროექტებში ახალგაზრდების ჩართვა და ამ მიმართულებით მათი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაა. სეზონური სკოლა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.
რუსეთიდან. პროექტში მონაწილეობას პირველ ეტაპზე 30 სტუდენტი მიიღებს ბანაკი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ რამოდენიმე უნივერსიტეტიდან სტუდენტები იღებენ მონაწილეობას ამ ბანაკში, ისინი გაიღრმავებენ ეკო-განათლების კუთხით ცოდნას, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, აღნიშნული ხდება საველე პირობებში და ეს არის ჩვენი სააგენტოსთვის პრიორიტეტული იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტო ზრუნავს ეკო-განათლების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაზე. პროექტი ითვალისწინებს მთის მდგრადი განვითარების თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას საველე პირობებში, სადაც მოხდება სწავლების სწავლება გაერთიანებული რამოდენიმე უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოს ცოდნებისათვის. ძალიან დიდი მადლობა უნივერსიტეტს, მოგცა საშუალება, რომ გამოსულიყავი და პრაქტიკული გამოცდილება მიგვიღო საველე პირობებში. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე კარგი ის არის, რომ რამოდენიმე უნივერსიტეტი ვართ გაერთიანებული ამ საქმიანობაში, რაც ურთიერთობის გამყარებაში ხელს გვიწყობს. დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა ლისის ტბაზე. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსისა და მოხელე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გარბენის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის 3, 5 და 13 კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. გაიმართა მარათონი, მონაწილეობა მიიღო ატაშეების ასოციაციის მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა, სხვადასხვა ქვეყნის ატაშეებმა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, მოხალისეებმა და სხვა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ყველას დიდი მადლობა მინდა მოუხადო, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ მათ. მუშაობს შეერთებული შტატების საელჩოში და საქართველოში აპრილიდან ვიმყოფები. აქ მოვედი, რათა მხარი დავუჭირო დაჭრილ მეომრებს საქართველოდან. მოხარული ვარ, რომ გარბენში ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობ და გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანხების შეგროვებაში. 15 კილომეტრი გავირბინე. საკმაოდ დამქანცველი იყო, მაგრამ იმავდროულად შესანიშნავი. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ქართველებისა და ამერიკელების მხრიდან.